მოიპოვა დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას ადამიანები წინა საარჩევნო ახსენდება. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, გურიაში დამანგრეველი სტიქია, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა თებერვალში მოხდა და მას შემდეგ 5 თვე გავიდა და ამ დრომდე ადამიანებს დახმარება არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთავრობის არაერთი განკარგულება, სადაც ვკითხულობთ, რომ გამოიყო სტიქის სალიკვიდაციო თანხები, რომ დაიწყო სამუშაოები, იყო რომ არაფერი გაკეთებულა. ამ დოკუმენტებში ერთი და იგივე ტექსტით ჩოხატაურის ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერები მიმართავენ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელს და ითხოვეს თანხმობას, რომ 5 თვის შემდეგ სტიქიდან გადაუდებელია აუცილებლობის წესით მისცეს თანხმობა, რომ ერთკვირთან მოლაპარაკების წესით ყოველგვარი ტენდერის გარეშე მილიონობით ლარზე გააფორმოს ხელშეკრულება, რადგან მათ სჭირდებათ სახურავები ადამიანებისთვის, რომლებიც როგორც გითხართ 5 თვის წინ დაზარავდნენ. ამ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაახლოებით 600 ადამიანი მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 400 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 190 ადამიანი ოჯახი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს და ადასტურებს, რომ ამ დრომდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს არც კი დაუთმიათ რამდენი დაზარალებული აქვს და ამავე დოკუმენტში დასტურდება ის, რასაც წერენ მუნიციპალიტეტის მერები, მართალია კოპი-პეისტით, მაგრამ წერენ, რომ საცხოვრებელ ფართებში ჩაიდინება წყალი, რითაც საფრთხე ექმნება მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას და მნიშვნელოვანი ზიანდება მათი ქონება. 5 თვის შემდეგ ეს გაახსენდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამიტომ ითხოვენ გადაუდებელი აუცილებლობის წესით ამ ხელშეკრულებების გაფორმებას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ადამიანების უმეტესობასთან ამ დრომდე შესაბამისი კომისიაც კი არ მისულა, პასუხი მათ არაფერზე არ აქვს და ოჯახების ასობით ოჯახის უმრავლესი ნაწილი დღესაც საფრთხის ქვეშ არიან. ჩვენ მაგალითად ვიყავით სოფელ ჯუმაში, ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგები დააყენა სტიქიამ და იქ ადგილობრივმა გითხრეს, რომ უკვე 5 თვეა იქ ადგილზე არავინ გამოჩენილა და უმრავლეს მათგანს უბრალოდ დახმარების იმედიც კი არ აქვს. კრიშა ჩამიტეხა რა. სახურავი მთლიანად ჩაგიდეხა. თებერვალში დიდ მათაურმა. თან მეუღლე დავგარგე თებერვალში რა. თითოვლობის გამო. თავი რა. აქ ამ სახლში დაიყოფა. იყვნენ მოსულები და არა ყოფილა ჯერჯერობით რა. თან ეს მეწყერი ზონაა და რავი რა. ტიქია რომ მოვიდა არავინ იმის შემდეგ თებერვალში შემდეგ ხა ივლისი არავინ არ მოსულა. ჩვენთან არავინ. ჩვენთან არავის არაფერი არ მოუტანია დებო. თებერვალში დაგაზიანეთ ტიქია. თებერვალში დაგვაზიანა ხო იყო კომისია მოსული მაისში. ხო და აგერ მეზობელსაც კიდევ ისაკრა დაუნგრა ყველაფერს სახურავი, მაგრამ არავის არაფერი არ მოუტანია დედიკო. ცუდი ამინდები როა რას ახერხებთ ამ დროს? არაფერი ზემოთით ტაშტი და ისვიდეს კაცფერი და სახურავზე იმას სულ ჩანგრეული აქ ხარ აქ ეს გვერდში მიხერებდა და საერთოდ ჩამოიგრა სახურავი მინდოდა. ნახოთ რა იქნება. მაგ იმედი გაგვთ. რა თქმა უნდა, იმედი ბოლოს კვდება. თავი არავინ არ მოსულა, განცხადებას დაწერილი არის. არ გამოჩენილა თებერვლის შემდეგ არავინ? კომისია იყო მოსული. არა. მე არ მინახია არავინ. წვიმა ჩამოდის, სახლის სველდება და რა ვიცი. რას ამბობენ? გაგაზიავითო. არც როდის მოგცემენ არაფერი არ იცი. კომისია იყო მოსული? არც კომისია არ ყოფილა? თოვლისმერია. თოვლის დროს იყო? სახლის გარშემო სულმიწა წასულია. დაგვირდნენ, მაგრამ ჯერ რა ვიცი, ეს მეწყერის ამბავია უფრო ჩვენთან. და არ მოსულან და არაფერი არ გაუკეთებიათ? მე ესე დაგვირდნენ ამ მეწყერით კი ხედავ ახლა ეს რამდენი ხნის ამბავია, ეგერ მქონდა ეს ჭიშკარი და ისინი და შემოვიწიეთ შით და რა ვიცი ველოდებით არა პირი არ უჩანს რა ვიცი. ესეთ მდგომარეობაში არიან ადგილობრივები, რომლებიც 5 თვეა როგორც გითხარით დახმარების მოლოდინშია, ამ დრომდე უცნობია, როდის მიიღებენ ამ დახმარებას ეს ადამიანები და ასევე უცნობია ვიზზე შეაჩერა არჩევანი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვის მისცა უტენდეროთ მილიონობით ლარი. ჩვენ ბუნებრივია შევეცადეთ ამ ყველაფერზე მკითხვებზე პასუხი მოგვეპოვებინა, მაგრამ ტრადიციულად ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კარგი ჩვენთვის ისევ დაკეტილია. გურიდან ნატო გოგელია გვერდებოდა.